მოგესალმები. შენ ამ ვიდეოში გელოდება გონების დაძაბვა, რათა გამოცადო რამდენად სწრაფად აზროვნებ და როგორ პოულობ გამოსავალს მაშინ, როცა პასუხი მარტივად არ ჩანს. მოდი ვნახოთ ხარ თუ არა მზად და შეძლებ თუ არა ყველა კითხვას უპასუხო. სამი ძმაკაცი თევზაობდა. თევზაობის მერე გადაწყვიტეს ღამე სანაპიროზე გაეთენებინათ და დილით წასულიყვნენ. დილასადრე ერთ ძმაკაცს გამოეღვიძა. იფიქრა, ჯერ ადრია, მოდი ჩემს წილს ავიღებ და წავალ. თევზი სამად გაყო. მაგრამ ერთი თევზი ზედმეტი აღმოჩნდა, რომელიც გაუშვა ზღვაში. თავისი წილი აიღო და წავიდა. ცოტა ხანში მეორე ძმაკაც გაეღვიძა. ამანაც იგივე იფიქრა, მოდი სამად გავყოფ, ჩემს წილს წავიღებ და წავალო. სამად გაყო თევზი. ისევ ერთი თევზი აღმოჩნდა ზედმეტი, რომელიც ზღვაში გაუშვა. თავისი წილი აიღო და წავიდა. შემდეგ მესამე ძმაკაცმა გაიღვიძა. ამანაც იგივე იფიქრა, სამად გაყო თევზი და აქაც ერთი თევზი ზედმეტი აღმოჩნდა. ყურადღება, შეკითხვა. რამდენი თევზი დაიჭირეთ ძმაკაცებმა თავდაპირველად? ოთხ პატიმარს სიკვდილი აქვს მისჯილი. მათ ორი თეთრი და ორი შავი ქუდი დაახურეს. მამაკაცებმა არ იციან რა ფერის ქუდი ახურავთ მათ. პატიმრები ერთმანეთის უკან ჩაამწკრივეს ისე, რომ პირველ პატიმარი მეორე და მესამე პატიმარს ხედავს. მეორე პატიმარი მესამეს ხედავს. მესამე პატიმარი ვერავის ხედავს. მეოთხე პატიმარი ვერავის ხედავს. ნებისმიერ პატიმარს, რომელიც თავისი ქუდის ფერს დაასახელებს, მოსამართლე თავისუფლებას შეჰპირდა. კითხვა: ვინ დაასახელა თავისი ქუდის ფერი პირველმა? გაქვთ 8 მონეტა, რომელთაგან ერთი მსუბუქია, დანარჩენები ყველა ერთი წონისაა. როგორ გამოვავლინოთ ის ერთი მონეტა, რომელიც მსუბუქია, თუ სასწორი სპინების გამოყენებით მხოლოდ 2 აწონვა შეგვიძლია? ხართ ოთახში, რომლიდანაც 45 წუთის შემდეგ უნდა გამოხვიდეთ. გაქვთ მხოლოდ სანთებელა და 2 ფითილი. ორივე ფითილს, თუ ერთი ბოლოდან ცეცხლს მოუკიდებთ, სრულად 1 საათში დაიწვება. როგორ უნდა დაადგინოთ ოთახიდან გასვლის დრო, თუ ფითილის გადაკეცვის შემთხვევაში არათანაბრად დაიწვება?
კატლეტის ერთ მხარეს უნდა 1 წუთი შესაწვავად. გვაქვს 3 კატლეტი და ტაფა, სადაც მხოლოდ 2 კატლეტი ეტევა. რამდენ ხანში შეგვიძლია შევწვათ 3-ვე კატლეტი ორივე მხრიდან? იმედია შეკითხვები მოგეწონა. შემდეგ ვიდეოში ყველა კითხვის პასუხს დაელოდე და გაარკვიე თუ რამდენად სწორად უპასუხი აქ დასმულ კითხვებს. გვითხარი, შენი აზრით, რომელი კითხვა იყო ყველაზე საინტერესო?